მეც მატნელი ვარ. რა იხარ შევა ამაში? დავიწყო, მე რომ მაგარი მძღოლი არ ვიყო აქ. ხო და მესტიის წარმომადგენლები ვაკეთებთ. ეხლა მიდივართ ხორცის ეჭმელად. გადავედი უკვე დესერტებზე. სამწუხაროდ მანქანა გავგვიფუჭდა. ყველაზე რთული მომენტი დაიწყო აღმართები და აბა დილამშვიდობისა. როგორც იქნა დადგა სვანური დღეების დრო და ეხლა არის დილის 6 საათი. ჩვენ მივდივართ სვანეთში. საკმაოდ დიდი ხანი ვაპირებთ იქ დარჩენას და წინ ძალიან ბევრი საინტერესო დღეები და კაი ამბები გველოდება და ეს ყველაფერი ჩემი კამერის და თქვენ გარეშე არ ჩაივლიდა და გამომყევით სვანეთში. ბაიო. გამარჯობა. იცით რა მაინტერესებს? მანქანას აქვს ახლა უცბად დაემართა რაღაცა სანამ ქუთაისში შემოვიდოდი, მანამდე თბილისიდან მოვდივარ და სვანეთში მივდივარ და პირველი, მეორე, მესამე სიჩქარე უჭირს თავიდან და მექანიკა. მექანიკა ხო? იქეთ უნდა მივძახოთ, იქ არის. მექანიკა არის? მექანიკა, ესე იგი მექანიკა. შენც ის გაიგე რაც მე? კაროპკაა ჩამოსაღებიო. კაპოტე ძლივს ახადეს ამათმა რა კაროპკა უნდა ვაი მე მართლა კაროპკაა ჩამოსაღები? აბა სალამი ქუთაისიდან. ჩვენ სამწუხაროდ მანქანა გავგვიფუჭდა. რა ჩაგვეშალა? ვიჟიმნოი პაჩემნიკი. და კაი ხანი ალბათ მოგვიწევს რომ ქუთაისში ვიყოთ ისევ. და ქვემო სვანეთით ვაპირებდით რომ წავსულიყავი და უშგული გვენახა და ლენტეხში კულდარი გვეჭამა. მე მგონი მართლა ჩემი დიდი ჩემოდნის ბრალია ყველაფერი. მოვედით დაშლილებში და ჩვენ მანქანას ქუთაისელმა ხალხმა ძალიან სასაცილო დიაგნოზი დაუსვეს. მოკლედ ჩვენი მანქანა ძიგძიგობს და რიხინობს. და გამოსავალი რაშია ჯერჯერობით ვეძებთ ამის. და ნაწილი რაც გვჭირდება ქუთაისში მე მგონი არის შოვება. და მოგვიწევს რომ დაველოდოთ თბილისიდან გამოგვიგზავნონ, მერე დაშალონ, მერე თავიდან ააწყონ. და მე მგონი გადავიღებთ ისევ ქუთაისის ორდღიან ვლოგს. თქვი ახლა რამე ძიგძიგობს ბენი. დასნოზე შენი ტელეფონი. ხო, ხო მამი. გამომდინარე იქიდან რომ ძალიან დიდი პრობლემა აქვს მანქანას და დღეს ამ პრობლემას და საერთოდ რა ვიცი როდის მოვაგვარებთ არ ვიცით. იმიტომ რომ ნაწილები არის შოება არც აქ და არც თბილისში და გადაწყვიტეს რომ ამ გაფუჭებული მანქანით მაინც ავიდეს სვანეთში და ეხლა ვაგრძელებთ გზა სვანეთისაკენ. მოკლედ როგორც იქნა მოვაღწიეთ სამეგრელომდე და ეხლა ჩავდივართ ჯვარში. დედამ გზაზე ჰორტენზიები დაინახა და მაგებს დავკრიფავ და გავაგრძელებთ გზას და ეს მანდარინი როა იცი? ეს ჰორტენზია დე. ეს არ არის ჰორტენზია. ეს არ არის ჰოლანდია. კარგია ძირებიანად თუ მიგვაქვს იმედია თბილისში არ წავიღებ. აბა ჩვენ ჩამოვედით ეხლა ციცხვარში და საჭმელად გავჩერდით და მე გავაგრძელებთ ისევ გზას მესტიისაკენ. მოგწონს? მოგწონს? წარე ძალიან ყოშ. წავედით ახლა ვაგრძელებთ გზას მესტიისაკენ. წინ საკმაოდ რთული გზა გველოდება, იმიტომ რომ პერევალი გვაქვს ასავლელი და გაფუჭებული მანქანით ვართ. სიჩქარეებში ცოტა უჭირს და ნახოთ აბა როგორ ვივლით. აქ საკმაოდ დავისვენეთ, მოგვეწონა აქაურობა. სად ვართ? რა ქვია დე? ფელა ყოველზე ფერევა კი არა იპარავს. და წავედით ახლა მესტიაში. ხوار ნერვიულობთ. ახლა მე რომ მაგარი მძღოლი არ ვიყო. აი ახლა მე რომ მაგარი მძღოლი არ ვიყო, ვერ დავინახავდი რომ ამას შავი ბოლი ქონდა. გვეწყო ყველაზე რთული მომენტი დაიწყო აღმართები და გვიბუქსავთ მანქანა, მაგრამ როგორ მე უნდა ავიდეთ და უყურელიზე. გამაფრთხილეს რომ წინასწარვეო შეატყე რომელი სიჩქარე შეძლებს რომ ავიდესო. მე რომ მაგარი მძღოლი არ ვიყო ლიზი, აქ ვინა მოვიდოდა. მიდი ნანა. მიდი დაიწყე. მე რომ მაგარი მძღოლი არ ვიყო, აქ მეორე თვერა მოვიდოდი. პირველ შუარ გადავიდა. მე ვაიმე ამის მეშინო და ღმერთო. წაიღო. გაგექცა. მე მგონი ესე ფრინაობით გაწყობილი მანქანითაც არ ამოვსულ ვარ. როგორ დე? ხაბარი აღმართები გადმოვიარეთ. მოკლედ ჩვენ დიდი ხანია უკვე მესტიაში ვართ, სახლში მივედით, დავლაგდით, მოვწესრიგდით და ასე შემდეგ.
მოვმესტიანდით და ეხლა გამოვედით სასეირნოდ. დღეს სავარაუდოდ აღარაფერს აღარ გადავიღებთ, იმიტომ რომ საკმაოდ დავიღალეთ და ხვალ დილიდან რომელ საათზე შევთანხმდით? ხო, რა მოკლედ დილის 7-დან 8 საათიდან მივდივართ კვირიკობაზე და წამოვყვებით კვირიკობაზეც. ჯუდიაში ფედიანის გაჩიმოახვარდეთ. ხაჯიში დარიყვენა ბერწ. იმუედო ჩვარდეთ ჯუდიაში ფედიანისგა. ჯირანი თამადობით მაგ შვიდებდი. მაგ გახარებულდ. ამურდინ ღერბეთი დაბაჭყად. ბოჩია ჯამთელობა ღერბეთი დაბაჭყად შვიდ ბაინაშტები გარათიალეთ ღერბეთი დაბელებდია. ეს არის საკმეველი. აგერ ახეთ საკმეველი. ჟენ ხატრეაში შხინი. როსხეთხალ და სუჩოქვინოჩკო. ესეთი საინტერესო მეორე დღე მშვიდობის ამესტიიდან ეხლა მივდივართ კვირიკობაზე და ვინედან და რადგანაც ჩვენი მანქანა გაფუჭებულია, ჩემი დეიდაშვილის მანქანით მივდივართ, ოღონდ აბა სალამი ზუსტად იმ ადგილიდან ის ვიდეო რო გვაქვს. მეც მატნელი ვარ მატნიდან. ეხლა ამოვედით კალაში. ავდივართ კვირიკეზე და აბა თქვენ თუ იცით დავიწყო სვანურ ენაზე როგორ იქნება. იჭმევა? კი. მართლა? ის ყოლია, ოღონდ? ოღონდ ყურკო მარტო. გილოცავთ კვირიკობას. მრავალს ღერბე თუ გვაშედ, ხო? გვაშედ არა. აბა გვაშედ. ჰა. როგორ? მაშინ თუ გვარჩეს. მაშე როგორო? მაშინ თუ გვარ. კაი ესე გავაკეთე ხელი და ტიტა. ესე და გამოიტან. კალალა გურკავლა გუშეთა პირდაპირ ეს. კალალა გურკავლა მაგას როგორ ვიტყვი ახლა? მაგას ვერ დავიმახსოვრე ხო? ცი აბა. კალა გურკავლა გუშე. კალა გურკა ლაგშეთ. აი ესე всё ეს დაკათენანა და ისე ჩელსი აღარ ვიტყვი. ხელი და გამოვიტანდით. აღარ ვიტყვი ამას მეორედ ვერ ვიტყვი. რა თქვი რო? კალა მიყარნახა და ის თქვი. აბა თქვი. არა ვეღარ ვიტყვი მეთქი. ივანებს გილოცავთ კვირიკობას. პირველად ვერ მოუყევი როგორ დაიღალე, როგორ არ დაიღალე. საერთოდ არ დაუხილდო არ სკოთა შორის. შორი გზა მეგონა და არ ყოფილა შორი გზა სვანებო. რატომაც ლიზი მობრალებს რომ მე ვუთხარი რომ რთული გზა არის მეთქი და აი ეს ლომისას გავსო. წავიდეთ და აღარ ვიტყვი სვანურად არაფერს. აი ესე იმიტომ. სვანურად მითხარი რომ გავიბუტეობი. ვერ ვიტყვი. ხო. არ ვიტყვი. ვიტი თქვი. არა. აქედან ჩი რატო ამოვედით? აი ეს რო გაინტერესებდა. მოდი. მოდი გიჩ. მოდი. მადლობა. მოიცადე ლიზო. ეხლა მე შევძვრები. და ლოცვებისადაცაა. მიკროფონს ცოტა ახლოს დავიჭერ და მოусმინეთ. ჯამთელობის და ყველაფერი კარგით მოხარული ყოფილიყოს ეს ქალბატონი ვიც მოვაწოდა მის. ჯამთელობა ის გამშვიდობა მაგ ხოჩაგარ მოხმადლია ღოდი დაბაჭა. ყველა კუთხეში ისეთი ტრადიციული და განსხვავებული რაღაცები ხდება, მინდა რომ ყველაფერი გაჩვენოთ, მაგრამ ცოტა შეუძლებელია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხია და ყველგან ახლოს ვერ მივდივარ. ზარი აღარ არის, ხო? ზარი. წამოიქნებ. აი. იქნებ ზარის და როგორც გადავიღოთ. აი ეს ზარი. ეს არის წმინდა კვირიკეს და ივლიტეს სახელობის ტაძარი, დიდება მის მადლს და ძალას.
აი ასე სწრაფად ისმენს ეს ტაძარით ლოცვას თუ ადამიანი ღირსია მადლის, მაგრამ თუ უღირსად მოიქცევა, იმასაც სწრაფად მოეწევა უფლის სამართალი. მოგიყვებით ერთ ამბავს, ოდესღაც მოუპარავთ ამ ტაძრიდან ხატები. ღამე. აქედან ლენტეხამდე ალბათ რამდენი ათეული კილომეტრია, მაგრამ ღამე ტყეში რომ უვლიათ და უვლიათ, ეგონათ რომ გამთენიას რომელიღაცას შენობის კედელს რომ მიადგნენ, ეგონათ რომ გააღწიეს ლენტეხში და ვიღაცის სახლთან არიან. ამ დროს აღმოჩნდა რომ ისევ აქ იყვნენ. და შემდეგ რა თქმა უნდა ხატები დააბრუნეს ტაძარში. ჩვენი ქვეყნის მიმართ და ყველა მართალი ადამიანის მიმართ, ვისაც ცუდი განზრახვა აქვს, ღმერთმა ყველა გონს მოიყვანოს თავისი სამართალით და სიმართლე გამოაბრწყინოს. აი ეს შევთხოვეთ დღეს ამ ტაძარს, რომ ჩვენი სამშობლო იყოს დალოცვილი ამ ტაძრის მადლით. გაიხობა ძალიან დიდი. აქ ბნელა. ეხლა მივდივართ ხორცის ეჭმელად. ხარის ხორცია? ვაიმე. ეხლა ამაში ხარშება. რა იხარშება ამაში? ხარი. ერთი ხარი. სამი ხარი მაშინ. და მე აქ მოხარშული ხორციდან საერთოდ ყველაფერი საკვები რიგდება ხალხში, რომელიც დღეს აქ არის ამოსული მოსალოცად. ამ ყველაფერს უზრუნველყოფს ადგილობრივი სოფლელი ხალხი, კალელი ხალხი. ეხლა მივდივართ. სად მივდივართ? ჭვირმის ტაძარში. ეხლა მითხარი მე რომ მაგარი მძღოლი არ ვიყო, აქ ამოვიდოდი. აი მიუხედავად იმისა, რომ 22 წლის განმავლობაში თითქმის ყოველ ზაფხულს და არა მარტო ზაფხულს აქ ვატარებ, მაინც ყოველ წელს რაღაცა ისეთი ახალი უნდა ვნახო, რომელიც არ მაქვს დანახი და ერთ-ერთი იყო ეს მურამაზესი ტაძარი, რომელიც არ ვიყავი ნაყოფი. პატარა სოფელია? აი იქ ჩანს სოფელი ჭვირმი. აბა? ჩვენ დავბრუნდით სახლში უკვე. მოგეწონა შენ დღევანდელი დღე? ой, სიმთხარი. კი მე ძალიან. ვარ წარმოგედგინა ესეთი იყო უკეთესი. ამ მერის იქითვისაც დაინტერესებს მე რომ მოყვე. პირადად. მე ჩხუბი მომივიდა. არ მოყვე ხა მე ნახავი. დეტალურად არ მოუყვება, მე ჩხუბი მომივიდა ადგილობრივთან. ადგილობრივი იყო. სვანი. კაცას მანთა. მაგრამ ესე დეტალურად არ მოგიყვებით. საღამო მშვიდობისა ასეთიდან ჩვენ წეღარო დავბრუნდით ძალიან დაღლილები ვიყავით, ამიტომ არაფერი აღარ გადავიღეთ, მოვწესრიგდით, ცოტა ხანი სახლში დავისვენეთ, ენერგიები ავივსეთ და ეხლა გამოვედით და ეხლა ფეხით მივდივართ მეთქილში სასეირნოდ რომ შევიწყობ. წყალი რო დაგვავიწყდა გვეყიდა. პეშვით დავლევთ. დაახედე. აი იქ გიო და გეგი ერთ წელს არიან დაბადებული. გიოი, გეგი, ეშვი, ზაის ანთავანხ. ხო? აიცით რას ვწერ? ქართული წინადადებები უნდა გადავთარგმნოთ სვანურად და მგელს და ძაღლს ვერ არჩევს. ჟეხსი ხერეს დეშ არ ვიცი კაცო. მგელისა როგორ არის? ნუ აბრაზებ, თორემ ქვას გესვრის. ნუ მხახრინე, ადო ბაჩ. აბა მესამე დღე მშვიდობისა მესტიიდან და პირდაპირ სვანეთობიდან. დღეს მესტიაში სვანეთობა აღინიშნება და თითქმის მთელ დღეს აქ გავატარებთ. ეხლა კი სცენაზე ვართ, მაგრამ ჩავალთ და ნენელა დაგათვალიერებინებთ ყველაფერს აქ რაც ხდება.
ასევე მინდა მოგიყვეთ მაისურზე, რომელიც დღეს მიმოწვია. ეს მაისური გამომიგზავნა ერთ-ერთმა ქართულმა სტარტაპმა იოშკა სპრინტმა, რომელზეც უსაყვარლესი დამფუძნებელი ელენე ჰყავს. ელენეს წამოწყების მთავარი მიზანი კი თავისი ძმის ჯანმრთელობის ხარჯების დაფარვაა. იოშკა სპრინტში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი ფორმის, ფერის, ზომის და დიზაინის მაისურები და თან წვლილი შეიტანოთ ამ პატარა და კეთილ საქმეში. ჩემ მაისურზე წინიდან რაც ხდება კი ხედავთ კარგად, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მომწონს არის ზურგზე დატანილი ჩემი ინდივიდუალური QR-ი. ხელ დააბაუზეთ და დაასკანერეთ. ხოიცი ეს რა არის? ხოიცი. ოქროს საცერი. ის ხო ოქროს საწერია. ხო სწორად ვიცი. არა. ეს არის იმის რა ქვია. ქერის და იმის. ეს. ხო. ესეთი ხო არის ოქროსიც. კომაის იმას წვრილი ბადეა. ეს სვანური ქუდის ის არის. სვანური ქუდის. აი ერთი წუთი ბოდიში, აი ეს რა არის? შალაშინი? შალაშინი. აი ეს პატარა. და ესენი რა არის? ეს არის ძველებული საქსოვი. აბა წამოსხვა რაღაცებიც დაუთვალიეროთ ლიზო, აი ეს ვეფხის ყაოსნის მარგალიტები. და რაღაცი ჩამოთვლილია, ნახე. აფორიზმები წერია ბევრი, დანომრილია თანაც. და ლიზო, ნახე, ეს იქ ხო ნახეთ გამომცხვარი ბეკეკა და ეს ყველია, ხო? ყველის ბეკეკა. ნახე? ყველის. სულგუნის სავარაუდოდ. წამოვა ერთი რაღაც კახურთან მიახლოებული რაღაც დავინახე და ვკითხოთ რა არის. გამარჯობა, გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს რა არის? ნიკოსლებანია. თათარაში? თათარა რისგან არის დამზადებული? სხვანაირი ფერი როა? ადესა ჩვენებულ და შენ თუ გინახავს სვანური ქუდის ტორტი. აი? ფაქსშორებს ვათვალიერებდით და ჩვენი ყურადღება მიიქცია ამ ულამაზესმა სამაჯურმა, რომელიც ნამდვილ მალინებს გავს და იზი ხელით შეამოწმა ნამდვილი იყო თუ არა და გვეგონა რომ იყო ყალიფში ჩამოსხმული და თურმე თითოეული მარცვალი ყოფილა ხელით დამუშავებული და ისე აწყობილი. ძალიან ლამაზია. თქვენ ამზადებთ? აი მე ყოჩახთ. მესტი დამბრძანდებით? ჭუსახალი ჭუბერი და ჭუბერი ვიცი. ამას უყურელი ზიკახეთი. წარმატებები. მადლობა. ეხლა მარახის მივყავართ რომ ელარჯი გავწელოთ. ეხლა მე გამაწელინებენ. ხო და მე გავაკეთებ ეხლა ელარჯს. თქვენ მესტის წარმომადგენლები ხართ? ხო და მესტის წარმომადგენლები ვაკეთებთ ძალიან დიდ თაშმუჯაბს. ლიზო, შენ გინახავს ამ ხელა ქვაფში თაშმუჯაბი? აი, არც მე. ვაიმე. არის წელება, არა ვეხარ. ვეხარ. ნენელა იწყება ჩემი საყვარელი მომენტი, ეს ყველაფერი რაც დავუთვალიერეთ და არ დავუთვალიერებია. რომ უნდა მივირთვათ. კუბდარი ვჭამეთ უკვე, მოგეწონა? მე ისე რა. ამიტომ ეხლა ჩვენ კამერას შევინახავთ და გავსინჯავთ ყველაფერს. ეხლა უნდა გავსინჯო ღეხის მურავა პირველად. ღეხი ხო იცი რომელია? ღეხის არაყი კი მიყვარს ძალიან. მადლობა. სპეციფიკური გემო აქვს არის. როგორც ნახობს. აი ღეროს. ხომს გახსია. ძალიან კაია. ძალიან კაია. მრიელი მოგეძებ. ხო კაია. ხო ძალიან გემრიელია. ირო? მიჩუ. რა არის მიჩუ? გვიმრა. პატარა გვიმრის სათავე როცა ხმოვია და დეკორატიული გვიმრა. წყლისპილეთში იზრდება და ძალიან ქორფაღა. ისე ამოიღებს ღეროს თუ არა მაშინვე უნდა გააკეთოთ. აბა, ანუ ეს არის გვიმრა მოხაშული. ეს არის რა? ძალიან კაია. მოგეწონა? სვანური მარილი აქვს ძალიან კარგად. წავიდეთ ახლა სხვა მაგიდა ვნახოთ. ფეტვი გაგისინჯავს? მე ფეტვიანი ხაჭაპური არ მომწონს, მაგრამ აბა ეს გავსინჯოთ ყველი და ფეტვი ერთად. არა, არ მომწონს. ფეტვი არ მომწონს. დააღებიდი პირი. გადავედი უკვე დესერტებზე. წეღლა კი დაგემშვიდობეთ, მეთქი აღარ გადავიღებთ საჭირამოს ვიწყებ მეთქი, მაგრამ მინდოდა რომ ყველაფერი კამერის წინ დამეგემოვნებინა და ეხლა ვსინჯავთ იდლიანის იდეალს.
კოკოსიანიც კაი ყოფილა. მე იდეალი არ მიყვარს. ის რომელი ნამცხვარია ძაღლი? აი არ ჩანვარ. აგამიჩიშე. მერე. ეს ხაიშის კუბდარი. всё. მოკლედ დღეს გადაღება ვეღარ გავაგრძელეთ, იმიტომ რომ კამერა დაგვიჯდა და გაგვეთიშა. მთელი დღე გავატარეთ თითქმის მესის ცენტრში. სიმართლე გითხრათ, გადასაღებიც აღარაფერი აღარ ხდებოდა, იმიტომ რომ ერთი და იგივე სიტუაცია ეტრიალებდა და ეხლა მოვედით მესტიის მოკლე მეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალის საერთაშორისო გახსნაზე და წამოდით ეხლა შეგახედებთ აქაურობასაც. მოდი. ერთი შოვი ოცნება მახსოვს მოდი